თუთის ხესთან შეგავჩნი აივნიდა დიმა იღვიძებს ვერ წდებოდი მოგერებას გილამბოდი ეხლა ჟურანტელია ჟურანტელი აივნიდა ჩაივნიდა ვერ შველოდი და შეცავიდე წვალობდი ნუ ნანობდი ჟამყამელი აივნიდა ჩაივნიდა ვერ შველოდი და საერთოდ არ ვნანობდი დიმა იღვიძებს საგურამო შეგარი რაღა მაიცამ ჩემს თუთას შემოუჩვი აი ესე შეიძლება გითხარი რაც მან თუთა იგვიძა განასხვაგან ცოტანია თუთები მე შემოსვლას რომ იცოდე იდეო უცდი გაგიბიტები ადიოდა დაგიჭერდა მაგრად ჩაგეხუტები დაგიჭერდა მაგრად გაუმარჯოს ყველას რაცუდი გაუმარჯოს ყველას სამოძრებით გე აი ისე თქვენ წინაშე პარასკევია დღესაო ნოდარი ვერ შეცვლა ძეხსაო დღეს თუ არ აი დღეს თუ გაგიდე და გაგიდე დღეს ძალიან მაგარი ძალიან მაგარი სწორი ყავს კვინტონ დღეს უნდა აუხსდა ფარდა გიორგი რაზიაშვილი მომღერალი კაცი თელაველი ჩვენი ძმა და მე წარდგეს დროს მაინც გაჩვენდა ეს შესავალი მუსიკაა ჩვენი ძმა და მეგობარი თელავიდან ჩამოვიდა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა ძალიან დიდი მადლობა ძმაო ვიცი რომ კაი გადაცემა გამოგვივა განწყობა გადასარევი შეიქმნა და გიორგის აქვს YouTube-ზე გვერდი და ძალიან გთხოვთ მოიწონოთ ეს გვერდი გამოიწეროთ ეს გვერდი ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ და რა უნდა ქნან კიდე და ჯერ ლაილაის გვერდია გამოსაწერი ჯიგარი ხარ ნუ ეხა ჩემზე მაგარია ჯერ ლაილაის გვერდია გამოსაწერი და ისე კახეთიდან მე მგონი აი ეს ჩამოსული სტუმარი პირველია ხო კახეთიდან ესე არ ყოლია ამ ხელგზაზე მოვარავინ არ ჩამოსულა არასოდეს უდიდი ედეთი კაცი არის დასაფასებელი ეს კაცი ორი მოდივა კაცო ორი დღე მოდივა ეგ კახეთში ხდება ხოლმე ხი 2-3 დღე ხანე ჩაივლი ხანე გაგაცერებენ იმყოფებით ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში სადაც 77 ანუ სეტანტა სეტე და სადაც აი ესე შეგიძლია დააგემოვნოთ შესანიშნავი ყველაზე გემრიელი გადასარევი გინესი რომელიც ჩვენ სტუმარსაც შეთავაზებთ არა კაი მესმინდა მაგრამ არ გამომივარ დღეს სამწუხაროდ მეც ვერ დავულებ დღეს სამწუხაროდ რეპორტაჟი მაქვს გიორგი მადლობა მოკლედ რომ ჩამოხვედი ჩვენ ჯიგარი ხარ მადლობა თქვენ ძმებო შემოგვევით მაგრამ ხარ მაგრამ ხარ აგარაგეფერებით რა და შენ ცნობილი ხარ მეცახელების შეგროვებით, მაგრამ შენ ხარ მომღერალი. იმიტომაც თავისუფლად. ერთხელ მოუყევი რა. მოდი უცებივი რა. რამოდენიმე ზედმეტსახელი ამოვარჩიე, ისე რა ჩემთვის რა და სახში შინაურები მეზობლები უცებრო შევიკრიბებით ხოლმე, ამაზე ვღადაობ ხოლმე რა, ჩემთვის ვერთობოდი და ერთი ვიდეო გადაიღო ჩემო მეუღლემ და შემთხვევით ატვირთა TikTok-ზე, რასაც ერთ დღეში ჰქონდა 9 მილიონი ნახვა. რა იყო რა? რომელი რა მეცახელები ჰქონდა? რა მეცახელები თქვი? პირველი რა, პირველი. აი რომელი? აი თქვა აი ყველა გაშოკა დიმა ან რაღაც. აი მაგალითად ბალღილაპია ციცო გადავაკეთე რა, ჭუჭუყლაპია ქვია სინამდვილე. ბალღილაპია. ამის განმარტება რა არის, ხო იცი ახლა. მაგის განმარტება ხვდებით, კაცო. ვერა ხვდები. ბალს ყლაპავს, ხო? არა, ძმაო, ვაჟიშვილები უყვარს. ბალღი ყლაპია ციცო და ის დღეს ბენეფისი აქვს იმას, აი შენ მოხვედი, აი ეს არის ჩემი 64 ეხლა. აი მაგალითად ახლა და იქ რაც იმ პირველ ვიდეოში რაც სამქონა ახლა ყველაფერი კი არ მახსოვს, მაგრამ იმის მერე არ მანამდეც ვაგროვებდი გასართობად ახლა თელავში მეტი რა საქმე უბრალოდ აგროვებდი აი გესმოდა და იმახსოვრებდი თუ როგორ იყო მესმოდა ბირჟაზე რა და რაღაცები ხო შენით გაქვს მოფიქრებული არის ხო ეგეთი არის რაღაცეები რაც აი შენი მოფიქრებული გვითხარი ჩაწერილი მაქვს ყველაფერს კი ვერ ვიმახსოვრე მე რომ ნახოთ კაცო მე ნელ-ნელა მოფიქრებული მაგალითად ვიაგრა დიმა რატო ვიაგრა დიმა წარსენი რატო რა ვიაგრა კუდარ ფეხბურთს ისე გაახმოვანებს უეფას-ს იგეგონება და ეგ არის ესე ამასაც მოუხდება ეგ რა ე ბატონო მაგრამ
შენ აი რაც პირველმა გაგიელვა თავში აი ვიაგრა დიმაზე ისი შეეფერება როცა ეგ არაფერს რა შემეფერება რა ვიაგრა აი მაგალითად ეს ეს ანებებს სიგარეტს დაიწყებს აი თქვა ესეთი ამბავი ეს არის აი ეს მეორე არის ამ სანიშნეს ატრიალებს ეგნეს რა მოუფიქრე ერთი ამასაც რა კეთილთვისებიანი ნოდა რა ეს რატო კეთილთვისებიანი რატო რა ვიცი გვარი მაიცა გეტყვის ახლა სიმსივეა გვარი ნაკლია აი ბიჭო რა პონტი არა უშავს აი არა უშავს აი მიდი რაღაცა აზარჩი ხო კაია აი არა უშავს განა გაილანძღება რომ რაღაცა ხო არის ბალეში ვიაგრა დიმაჯობი არა უშავს დიმა აუ ეხა ამ გადაცემის ფერმე მე მგონი დამერხება უჩქნარი დი ნაკრძალი ვიაგრა дима გავხდები არა მამაო დიმიტრი ვა ბატონო მამაო დიმიტრი ანუ შეხო დიდი ხანია კომენტატორი ხარ შენს მერე დაიბადა ყველა ცნობილი ფეხბურთელი და არა მარტო ფეხბურთელების სატიტაო საიდუმლო იცი ბაზარი არ არის ეკი კიდე კაი სამშობლოების დირექტორი დიმიტრია მამაო დიმიტრი მე ერთი ყველა საიდუმლოება იცის ამ ეპოქის 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მაგრა რაც მომწონს არის ნუ ეხა გოჭიბზია ხო ბაზარი არის აუ ეგთან რა გოჭიბზია თონეში ჩავარდა ნოდარი მინერვიულა მაგრამ გამოცლილი ცომ გამოცლილი რომ ეგ რა არის ცომ გამოცლილი ნათელა აჭარელი ქალი გათხოვდა კახეთში აუ ჩემი ზოგან ძალიან გამختارისი ფრიფანა ესეთი როგორ იცი აი იქნება 45 კილო არ იქნება სულ თავი ბოლო და ცომ გამოცლილი დაარქვეს იმ ანაჭარიდან კახეთში და ისიცინოდა ძაღლიშვილი ნიკო აი რა შეიძლება იყოს აუ მე შენ არ თქვა მე არ მიდი თქვი არა მოიფიქრე შეიძლება ფანტაზია ჩარტე რო იძახი ჩარტე ფანტაზია რო იძახო მაგრამ ველოდები რაღაცა მამა პოლიციელი ყავს და გამწვანება დიმა და დიდი ბუჩქები აქვს წარბებზე გაქვს დიდი ბუჩქები ეგრე და ისი რა მითხარი მამის ანდერძი გივია მამის სიკვდილიდან 3 წლის მერე დაიბადა 3 წლის მერე დაიბადა რა მე ის კუკარაჩაც მევასება ო კუკარაჩა ვერც ერთი გასრულა ხო ვერ მოხდა ხო და 7 ცოლი ყავდა ცოლი ყავდა და ვერც წმინდა გიორგა როგორია ღმერთ მოხატიო წმინდა გიორგა ქვია ერთსა რატო ვისა რატო ო სიდედრი ვილკინ და საკიჩრა ასე რომ ბოლოზე ნუ და აი სესხი გაგბანკში კი ესე იგი შენ მანკიერი ნოდა რა აი უმანკოზაზა სესხი ჯერ არა უღიაო შენ ხო გახდი უმანკო დიმაც მე გავხდი კი სემონებით გავხდი უმანკო დიმაც ის რა ქვია აი ვიაგრა დიმას უმანკო დიმა მისჩენია ვიზეც გაქვს მოფიქრებული აი ეს ბეჭახელები რა მაგ ტიპებს იცნობ რეალურად არიან თუ აი ძალიან ბევრს იცნობ აი მაგალითად ევაკუატორა სპარტაკა. აჰა. ვინოს არ ასვავს და მაგაცები რო უჩები. დავითრებ ხო ღამე დაგვაბინევებს ხოლმე. აუ ევაკუატორა. აუ მე წავს ეგეც ვინო დავარქვა. ევაკუატორი. ო ძალიან მაგარი. არა და ისე მაგარი კაცი ყოფილა. ისე წენი. თქვენთან ერთად ოდაშდები და არ დალევ. გატყდომია ვინმე ეს იცოდ ეგეც არა ხო? რა თუნა გაუგდო. ხო. ჩვენზე ხუმრობთ ახლა სხვაზე ხო არა ხუმრობთ რა და ერთადერთი კუთხია ოღონდ მართლა რა ერთადერთი კუთხია სადაც ერთმანეთზე ისე ვიხუმრებთ რომ არავის არაფერი არ ეწყინება ერთადერთი კუთხია სადაც ვიხუმრებთ ვიჯამბაზებთ რას აღარ ვეტყვით ერთმანეთს აი თელავის თამაშზე ვარ რა ჩასული თელავში და გვერდზე პაპაკაცი მიზის ძალიან საყვარელი როჟა იყო აი მაგარი პაპაკაცი კახელი და ბათუმის დინამოს ეთამაშებოდნენ და იქ ხე ლეგიონერებიც ყავდა შოკოლადი კაცი არ გაგექცეთ ბიჭო მე თავიდან ვერ მივხვდი რა ჩართული ვიყავ სპარსკური და ფერად კანიანი შოკოლადი კაცი და ეხა ის ცოტა ბილცია ისიც უნდა ვთქვა რა ბიჭო თამაში მიდის აგებს თელავი არ გაწილთეო ეს კაცი ძალიან ნერვიულობს და ბიჭო იქიდან ვიღაცა ყვირის რა და სიჩუმია სტადიონს ხალხი თელავი იხევა ვიღაცა თელავი კომოს და ამა დაიხალა რა ეს კაცი ბიჭო ვერ იგებდა იმ თამაშს თელავი ფუჩური მიყვარს წელოადიო იმდენი ვიცი ამას ეგრევე მივწერე ეს ამოჭერით ო კი აბაო ამას თუს დავატე და რითშიც არ ჯდება ეხ შენ მოიგონე რა ეგრევე მოგწერე შენი ორეული გავაძრე მეთქი შენ ხარ მაგის პელემტო ჯამთელობა არ გიტყოს რა აი შენ ძობას გაფიცე უნდა კითხო აი პავაროტა შაქრო რა შეიძლება იყოს პავაროტა ღერის რა
პავაროტის პონჩი თუ ლუჩიანო პავაროტი კი არა, პავაროტა ბიჭო რა. არა, ხო არის რომ მომღერალია კარგი არა, პავაროტა შაქრო რა შეიძლება იყოს? მოსახვევში დგას სულ? აბა რატოა პავაროტა? ცალი თვალი უთამაშებს. არა, ფანტაზია ხო გინდა ბიჭო, როგორ უნდა მოიფიქრო ეგ აპროსტა. პავაროტაც მაგარია, მაგრამ ნატო ზურია. ო, ნატო ისა, ორგანიზაცია. ო, თქვი? ნატო თქვი რა შენ ახლა თოშვილი ევროპაში ხავს. ევროპაში ხავს, ცოლისა და შვილები. არის შენი შეფასება. არა, ჰარი პოტერი ნაცელად მელი არის. ჰარი პოტერი ნაცელი არის, აი ძალიან მაგარი. შენი შეფასებები მეტსახელები იქნებოდა, მაგარი დღეს რო გავიგეთ, კი არ იმდროს რომ მოდიოდი, ეგ დიმას ვეუბნები რა. მეთქი აი ფეხბურთელებს ნეტა რა სახელებს დაარქვა. აი ჩვენ ნაკრების უცებ ჩვენ აი მე კარი გიორგი მამარდაშვილი რა შეიძლება რომ მამარდაზე ვთქვათ. ო, მე რომ მოვიფიქრე, რა თქვა ეწყინება. რა? სკამეიკა მამარდა. აი ხა გიორგი ხელთათმანები აღარ ეწყინება. აი გიო გადაობჭე. მე გამომიგზავნე გიორგი. ეგ რა არის წინ? ამ ისეთი პრიკოლები, ისეთი სასაცილო რაღაცეები უნდა მოუხდეს. თან ეხა ხევზე არ აკეთებენ ესენი. თავის თავზე აკეთებენ. რომ მამარ არ გეწყდეს, რომ შეძლებას ვიცავ, მართლა გავიხუმრე. აი ძალიან ალისონ ბეკერს ძალიან მიყვარს ჩვენი ბიჭები და ნუ არც მიფიქრია რომ რაღაცა. აი მიდი მოიფიქრე, მე შემდეგ როგორ კარგები. შემდეგზე მე მოუღდა. ხო რა. მაგრამ სასაცილო არ იქნება. სასაცილო არ გვინდა ჯიგრუდად. მე ვიღაცები ამოჭრიან TikTok-ში დაადებენ, ვიღაცას ვიღაცა არ მოწონს, ვიღაცას ვიღაცა. აი თუ არ გამოგვიდა ამოვჭათ, აი მაგალითად ხუჩა კვარაცხელია რა შეიძლება. აჯიკა ხუჩა. მეტოქის გამწარებელი. კაი აჯიკა ხუჩა. მეც ვიცი რა. დრიშუნა დიმა. კიდე ვინა? დრიშუნა დიმა. ისა. ჩანჩქერა დიმა. კვეკოსკირზე შეგვილია. აბა მინდა. გადამწყვეტი კვეკვე. აი, შესაძლოა ფიქრი უნდა თან. არა, ეხლა ნუ ვიფიქრე მაგაზე კაცო. არ უნდა დააზიანოს. ამებს დაუბრუნდები ჩვენ კი ეხლა. აჩე. აბა, გააყოლე გამამაყოლე რო არის, რა ქვია, იმეებში, რა ქვია. ნოდარ გააყოლე მამაყოლეო. გააყოლე გამამაყოლე ჯგუფები როა. იმაში სტოპზე ხოდგან ადამიანები და ეგეთი სტოპის ხო ჯგუფებიც არის. ვინ მიდის მაგალითად? რო ერთმანეთს რო ხო, წამიყვანე გამაყოლე. გამაყოლეო რა. იმ დღეს გურჯანის ჯგუფში დავიკითხე. თბილისში ვინ მიდისო? ხუთნი ვარ და გავაყოლეთო. გურჯანს წაარტყა ეგრევე. რა ხდება? ამ გურჯანი და თელავზე. ბარსა რეალია. გურჯანი და თელავზე მართლა კაი ამბავს უბრალოდ. აბა მიდი. მოყოლილი კი მაგ ადრესა. არა, ჩვენ მოგიყევი კაცი, არ ვიცი, მე არ ვიცი რომ ეს ხო. აქ მოვყვები რა. დაბადებული ვარ გურჯანში. დაბადების დღე. ხდება ეგეთ რაღაცა. მაგარი, კი, კაცო, მართლაც მაგაცები, აი, მაგარი ძები ყო გებრიელები და. ხანდახან, წელიწადში. ეხა იფიქრა მაინც თელავში რო ჩავა რაღაცა. მერე? ოდა. თელავში შეუკვეთე ტორტი. ეხლა რა ჩამეტანა იმაში რა ქვია? გურჯანში. გურჯანში რა ჩამეტანა, რა საჩუქარი ყავყავიჭიქებ. აი, ღვინოს ხო არ ჩაუტანდი ეხა, იმათაც აქვს. ღვინოს ვერ ჩაიტან, ვერაფრით ვერ გააკვირვებ. ანექტოტ სახალხს ვერ მოუყვები, იმიტომ რომ ერთმანეთთან კაი შახი და მატი გვაქვს. ოდა. ესეთი რამე, ესეთი საჩუქარი ჯერ ოჯახში არ ჩასულა და არც თელავიდან გურჯანში. დავაწერე ტორტზე, დავაწერე გურჯანო, შენ კახეთის გული ხარ. ვაუ, რა აღიარება გლიჯა. აღიარება არა. მერე? ეს ხო ტორტი ხო იჭრე. ხო. ეს დავაწერე რა და უნდა დავაწერილო უბრალოდ შეკვეთაზე ვარ მისული ნამწყვრების მაღაზიაში. ნამწყვრების მაღაზია ესეთი წარმოიდგინე რა აქ დგა ადამიანი ვინ შეკვეთა უნდა მიიღოს და ამის უკან სამზარეულოა სადაც ცხება ტორტები და რამე რუმე რა. ოდა შეკვეთა მიიღო თან ესა ფუკუნებს უკვე იცინის აი ხელს იპარებს და ჩემი ძრო წვენი ესეთი და ჩეკი ხო უნდა გადააწოდოს. ისინით რომ აი ესეთი ტორტია თან სასწრაფოდ მეთქი და დიდი მჭირდება რა. ახევერ საათი მაქვს დრო. ვიღაცის გამზადებული ტორტი ავი სადაც გინათ იქ ლიჟბიეკ დააწერეთ მეთქი რა და მივა გადავაწოდეთ ჩეკი და შიგნით ცხობელები, მეტორტეები, ქალები ხო არიან 1-15 ქალი მუშაობს და ატყდა სიცილკისკისი ეგეთი აი მასე შეკვეთა ჯერ არ სადა რავის არ მიუწია და არ მაგას ეგ ვის წამოსწდება საერთოდ ხო და ქალის კისკისი მესმის აი მამალი ქალები რო არ ეგეთი კი აი ვინ არის კაო და ეს შეკვეთა ვიც მიიღო ჩუმათო კაცო ლაზუიაშვილია ომოსულიო და ჩუმათე უბნევა გაიგე რომ ეხლა ჩემი გვარი იმიტომ დავაფიქსირე რომ
ერთმანეთს ყველა ვიცნობთ თელავს. ხო, რა თქმა უნდა. ყველა მიცის მე ვინა ვარ, მე ვიცი ყველა ვინ არის, იმიტომ რომ ერთი პატარა ლამაზი გემრიელი თქვილი ქალაქია და ასე შემდეგ. მე ძალიან მიყვარს და ამ ქალის გაგრძელება კის-კისის ამას ეს ხო აჩუმებს, გაჩუნდიო ქალო, გაჩუნდიო ქალო. და მე რამ გამაყლევ ამ ხელა კაცი. იქ რა რეაქცია ქონდათ რომ ჩაუტანე? იქ რო ჩაუტანე რა რეაქცია ქონდათ? ეგ მაგალითად რო შეხვედი. მიხვდნენ? მაგნაი. გურჯაანში. როგორ ვიდა იცი რომ გურჯაანის გუნდი წესერა დაჯექი შეჩემა რა. ისვენებს აკაი. ერთი გამახსენდა ერთი აგენტი რა. აი გურჯაანის გუნდი და თელავის გუნდი, აი უმაღლეს ლიგაში იყოს ორი, იცი როგორ ვიდა კრისტალ ბეთერონ ლიგაში თამაში. მაგარი თამაში იქნება. ცა ეგ იქნება რეალი ბასკეტი. ხარისხი თუ არა, ნუ ყველაფრით რა, იქ რა იუმორი იქნება რა. თუ ის დაჭირდება. ოღონდ სუ თელაველები და გურჯაანელები უნდა თამაშობდნენ რა, ადგილობრივები. არა, დიმიტრი არ დასჭირდება. შენ წაიყვანო. ერთი კომენტატორი თელავინა დასვა, მეორე გურჯაანელი ერთმანეთს გვერდზე. აი დედა მიკროფონების რა ხარუხი ხო გესვით? დედა. აუ, მაგას წეგან ვიხსენებდი რა. სანამ დავიწყებდი ჩაწერას კორონას პერიოდია, სტადიონზე ოღონდ ჯერ ხალხი არ დაიშვება, ის ცარიელი ტრიბუნები და მიმყავს საკავკასიონ არენაზე თამაში და უცებ რა ოპერატორმა დააფიქსირა, იქ კორპუსია ახლოს რა სტადიონთან და ორი პაპაკაცი ისეთ საყვარლები აივანზე ისხდნენ, ესეთი სამფეხა სკამზე დედას პურები, პამიდორი, ყველი და ეს ჩემა სნაიპერ კოლა ხარ ეს დეტალები რო გაარჩიე? აუ, კადმა ახლოს მიიტანა ოპერატორმა. ისეთი მაგარი იყო, მეთქი ვიფშის ხედან თქო რა, ეს ერთთან ღვინოს წააქცევდნენ, მოდი ხა. რანგარიში დამთავრდა. ის თამაში წააგო თელავმა დინამოსთან იყო. მატჩი. სპორტს ტრეიდ მან გაიტანა. ფეხბურთი ხო გიყვარს? ისე, კაი თამაშებს უყურებ, ხო? მაინც აცალე, თვითონ უპასუხო. პაუზა ქონდა ისეთი რომ მაგრამ მივხვდი. მიყვარს რა. ფეხბურთი მაგრამ მიყვარს, არასდროს ფეხბურთის დასასრულამდე არ მივსულა ფხიზელი. აჰა. რა ეხა უკვე ეგ იყო ძველი ნაკრები ჩვენი. ფხიზელი ვერ უყურებდი მას. არა, ეხა შეიძლება სულ ფხიზელი მოუყურო და მე რედალიო. ხო, აღნიშნო მიზეზიც გვაქვს ხოლმე. დალევასთან როგორ ახარ ის? ცუდად გავს. გალევოსთან სახში მიშლიან თორე გარეთ კარგად რა მაგიდი. ყველაზე ბევრი. სახში ყველას უშლიან ეხა. ყველაზე ბევრი, აი ერთ სუფრაზე რამდენი გაქვს მიღებული. არის ერთი ჩემი მაგარი ჩვენიც მაგაც ნათელმინები ვართ რა. მოკითხვა და ესეთი დალიური 100-ზე მეტი კილოა და არ ვიტყვი გონი დაიკლო ახლა 1.30-40 კილო. ხო და მე და მაგან დავლიეთ 22-იანიც დავიტყვით. 22 ლიტრი ღვინო დალიე? 22 ლობიოზე წნილზე და სალაზე. ნიორიც აკუნა. მე კი აღარ გინდა ეხა რა ისეთი კაი. 22-იანი თან კახური ღვინო. ერთხელ რა, ერთხელ მოხდა თორე ზოგადად ეხლა 4-5 ლიტრი ეხლა ყველა ზომაა რა. 4-5 ლიტრი კი ამის. თან კახური ღვინო. შენ ეს ეხა ერთგინეს დალეს და всё ჭიკჭიკეს უკვე. არა, ეს მალე მიტყდება ხოლმე სუფრიდან. თელი გამევსვით, კარგად თელი გამევსვით, დილით მე ხაშზე წავედით და იქაც ერთი ბოთლი არაყი გადავიტყით ხრებზე და ეხა ის რასი ძაღის სახში მისვლია ნუ. არას რო გააკეთებ დაგიშლიან აბა რა იქნება. მოიცა აი არითიშები მაგდეს როსო? სიმღერა ის ფეხი არ გვირევი არასდროს. საუბრობს კახური ღვინით რო 22 კახური ღვინო წამალია ძმაო მაგდოზი ფეხა გამბევრია. მე კახელმა ეს ყოველთვის არა კაცო. არა ყოველთვის არა ზო ერთხელ კითხა კაცო. ისე მთლიანობაში ახლა სამი კაციო დავждდები თვითონ ხუთიანი როგორ არ დავიდგათ მაგიდაზე. ანუ არა მაგრამ 2-3 ლიტრი ნორმალურია მე მგონი ახლა 5 რავე. აი დედამოვა ისე რომ მაგარი გაგოთქვა. დედამოვა. აი დედამოვა. იცი რა ამ მოსახელებს დავბრუნდებით მე. და შენზე როგორც მომღერალზე ისე ვისაუბროთ. მე შენი არხი ნახე, გამოვიწერე ძმაო. და ლაიქი. სიამოვნებით უსმენ. და თან აი პროფესიონალურად კარგად ასული. ახლა მომღერალი ისეთი როგორც პროფესიონალად არა, აი ჩვენაი. არა, აურიოთ. სენიორ ეგრე არ არის, აი კახელი და მომღერალი ისეთი პუნქტია, როგორც ბრაზილია და ფეხბურთი გამოყოფილი ნაწილია რა. იქ ბავშვობიდან მე მგონი დაბერტყილი ნიჭით იბადა. და კოლუმბია და ნარკოტიკი. მომღერალი რატო იცი? კახეთი და მომღერალი კი არა, კახეთი და კეიფი. იმიტომ რომ ჩვენთან აი თელავი ავიღოთ რა 2 საათის მერე 3 საათი აი შუადღის საიდან მოდის მე ჯერ დამთავრდა შუადღის მერე ხორცს ვეღარ იყიდ იმიტომ რომ გამიდულია მე გაითვალისწინოთ რა საღამოსაც გივა შუადღის მერე და საღამოს 6 საათის მერე ქუჩაში ვერავის ვეღარ დაინახავ ყველა კეიფობს და ამ კეიფს სიმღერა რო ხო შირდება არა აბა ეგ ქართულ კაცზე თქვა ქართულ კაცზე რო არ თქვა ხა სიმღერაც რო არ იწოდეს მაინც საიმღერებსო
ეგ ეხლა არა თან ბიტა ყელში როგორ ახორციელებს თელაվել ახალგაზრდას რომელიც არ სვავს არ ეწევა სულ არ ჯიშობს რაღაცა აი ვეგეტარიანელი რას დაარქვევდი ეგეთი არ არსებობს მე მგონი ხო არა რას დაარქვევდი მაინტერესებს კარგი იყო თავის აი მოვიფიქროთ სახელი მაგალითად სახელი თამაზა ვიყოს თამაზა ავიღოთ არა ლავრენტა ავიღოთ რა ლავრენტა კამური სახელი არა მიიღო ავიღოთ აი რა თორე თამაზაზე მე სულ რაღაცა ძროხამ იყო ბალახის მარტო ბალახსაჭოს ეგ სადღაც შევხვდა მე მგონი მე არის იმდენია უკვე ყველაფერი ნათქვამია ახალს ვერაფერს აი კიდე ერთ რაღაც უნდა კითხო მართლა აი ხა ნაღდი თელაველი ნაღდი კახელი აი წვადი ყველაზე კარგად კახეთში რატო იწובה რაღაც სპეციალური ამბავია არა მართლა სერიოზულად მაინტერესებს ეხა მე წვა ბუხარში წვა და შესანიშნავად რეალურად ყველა მეუბნება კახეთში ყველაზე მაგრა იწובה ვიცი მეც მაგრამ წალამსანთეთ წალამს რომელი ნაჭრითა სწოვწვათ ოპა მუზეური ფილეინი ახლა წინახარე ვა ალბათ არა ხალხზეა დამოკიდებული თუ რითი რა არის აი როგორც ღვინო გამოდის ჩვენი გაკეთებული კარგი ჩვენი დაყენებული ღვინო გამოდის კარგი წვადიც ეგეთი გამოდის ალბათ არა მართლა არის განწყობა შეიძლება განწყობით ჩადიხარ შინაგანი ის განწყობა ხო დისკრეტია ისედაც ჰა სამწვადეს მარილის როდის არის არ ვაყრე პროცეული რამე არა სამწვად ხორცხო დაჭრი მარა არ ვარ ის სოიოს უმარილო ოთქა ის შეწვა არა როდის ვაყრე არ ვიცი შენ როდის ვაყრე მარილს რო ის მანამდე აყრიცო გამახსენა ამა ხო ის რაღაცა შვებიანი რა ვიცი ვეგაცო ეს აბასტურნებს თუ რაღაცა რა ო წინასწარო გააბასტურნებ და წინასწარო მარილს დააყრი მარილის გამოაკ ყველაფრისგან წყალი ხო გამოაკ აშრობს ანუ ასე უნდა დააყა მე უნდა ასხავენ ხოლმე ზედ ულაგიათ მარილის მოაყრიან და დაალაგებენ იმას უკვე გამოუვიდა ის რითაც ცრიანი უნდა ანუ ეგრე არ უნდა ხარ წვადი ხო დაალაგე ცოტა ხო უდნა მიებრაცა მე მიეცი მარილი რა ეგ არ ვიცოდი კარგი ოდა რო არ იცი ჩვენი რითაც ცრიანი უნდა გამოვიდეს დარჩა შიგნით აჰა გამოვშალდა ხშირად კი გამახსენდა ეხლა ისე რა არის არა მაინც გებრიელი ღმერთმა გვაშოროს მაგრამ აი ყველა რა აი ადრე აი ბავშვობიდან მახსოვს რა უნდა გაშოროს ღმერთმა ერთ სამი სხვა რამეს აი მაგალითად იმერეთში ეზარებოდათ ხოლმე წასვლა გასვენებაში რა და კახეთში თუ ვინმე გარდაიცვალა და ავტობუსს ქირავდნენ ერთი აზარტი ქონდა იქ ისე მიდიოდა და ერთხელ ტიპი ჩამოვიდა ეგრე უნდა გაასვენო რა ისეთი ნაჭრები იყო და მოხდება ეგ ზუდი ამბავი უნდა ისქნა რა ეხა ტრაგედიების ბევრია ისიც ხო ახლა რეალურად მოდის ის ხო ორი კაცო 100 წელს რო მიაღწია და თავი დროზია წასული კაცო ო რა რომ მოვიდა თავი დროზია მოუდრო იმასაც უხარია ჩვენც ეს ღორის ხელეხი შედევრია ეგ სპეციალური ამბავია კაცო ეგ სპეციალური ფილის მაგაზე ანეკდოტი ვიცი მესის პრეზენტაცია ანეკდოტი არ იყო ნავდი ამბავი იყო მე მგონი ერთ 100 წლის ბებია გარდაიცვალა ათელშაბოს ვერა იმას ჰქონდა იქეთ ღორის ხელეხი ამან ვიწერა დრები ხო არ გავცვალოთ შენთვის მესი რომელი კახეთი ფენომენია მართლა ძალიან მაგარი ხარი წვადი ალბათ არა ბიჭო რატო აკარნახო ვაი რა იცი ესატო გეტყვი და მე ყარნახოს რა უნდა უპასუხო შენგან გადამედო ხაშლამა შენგან გადამედო ჩემთვის პირველი არის ხინკალი ჩემთვის ხო ხა ხინკალა თელავისა დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი ეს იგი ნომერ პირველი ეს პახმელი ირზევასება ეხა რა ეხლა პახმა გაქცეული პახმელი გადაღუნული პახმელია ვარ არ გეთხოვა არაფერი ვა რა მექნა კაცო ეს თუ ეგეთ ვიძე არის გადაღუნული როჯერ დავიმანე პირი ეს აი შენთვის ვინ არის კიდე ერთხელ მადლობა შენთვის ვინ არის ასევე არ დაგვაუჩნდეს ჩვენი მეგობარი სპონსორი კომაგი ნიკორა ეს არის სპეციალურად ფეხბურთისთვის გამოშვებული სოსისი რომელიც ცოტა ხანში შემოვა ძალიან მაგარი სახელი გავსინჯოთ პახმელიაზე მოგეწონება ნაბახუსებზე მოგეწონება კომაგი ჩვენი მეგობარი რომელიც მიირთვით მართლა გემრიელია და ჩვენთან მიწყობილა სტუმრად ხო აი აქ პირველად აქ გავუსინჯოთ და ხელი წევიათ ძალიან კარგი იმიტომ არა რომ ჩვენთან ჩვენი მეგობრები არიან მართლა ეგრეა რა მაგიტომაც და ობიექტურადაც ეგრეა სიმღერაზე გადავიდეთ კიდე რამდენი წელია მღერი ო სიმღერა ну ზოგადად ეხლა რამე დაამთავრე თუ შენი დაიწყე დაამთავრე მაგრამ ჩემი კლასელი დადიოდა ფანდორზე ჩონგურზე დადიოდა
გავყევი ერთხელ, გავყევი მეორედ, გავყევი მესამედ. მე ყოველ დღე დავდიოდი, ეს რო დადიოდა დავდიოდი და usmendi რა. შეგიტრია. და ისედაც მიყვარდა, ძალიან მიყვარდა. თურმე ბავშვობაში მე მაგდენი მეხსიერება აღარა მაქვს. მშობლები მიყვებიან რომ 3 თუ 4 წელს რო იყავი, აი ძველი კაზანი გარმონები რო იყო კონოპნები. დავждებოდი თორემ. შენით იმას მინი? მაჩერდი. იგი ვერ უკრავდი. გავწევდი, გამოვწევდი და უსიტყვოდ და უაზროდ აი რაღაცებს და უყირო დებილი ბალღივით რა. აუ გარმონი შედევრია ისე და ძალიან. და მე უკვე 6 პედაგოგთან იარე? პედაგოგთან იარე თუ? მე 16 წელს ავიო, 16 წელს ვიყავი პირველად რომ მივედი ფანდურზე, გიტარაზე, მე თან სამუსიკოში, საფორტეპიანოზე და ასე შემდეგ. მოგესალმები ჩემს მასწავლებლებს. დიდი მადლობა. შეგენა. ახე რა, აი ეხლა გაგისწორდება. მინე თქვენი ბაზრეთ. ხო, ის გიჟი აი ლესავდიმა რა, მაგრა ლესავს რა. და მე ჩავაბარე სამუსიკო სასწავლებელში, კონსერვატორიაში ჩავაბარე და უკვე საზოგადოებრივ და მოკლედ ასე შეგვიჩერდა. არა, გარმონი. ძალიან პელეა რა, აი ეგ მომენტი მიყვარს რომ კეცავს. ჭიჭიკოს გარმონი რატო არის ტერმინი? ახლა გამახსენდა. უკრავდი მე ცოტა ხანი. ოჰო. ეხლა იცი და ყვა? 4-5 წელიწადი უკრავდი გარმონზე და მოიტაი ჩვენი გარმონი ბუკა. სად არის გარმონი? რა გვაგარა. სანამ აი ხელი წამე კაცო საფეს მოიტანე. შეგენ სალფეტკი რაც მინდა. რომელს გინდა? რომელი ხმა გაქვს იო აი ხალხურებს როდესაც ბღერით ხოლმე რომელს შეწყებ ხოლმე აცვალე წამს მემკითხე რა შენ რომელი ხმა ხარ ხალხურებს მე არ შუა ხმა პირველი მეორე ზიდანა ნათელა არის აი აუ ეს ხო მითხარი მაგარია ზიდანა ნათელა ნახევრად მაგაციდაო ეხა იმ ნათელას არ წისე გა მე შენ რა იცი პრინციპი ბევრმა თვითონ დაირქვა გამოვა ეს აი ვიღაცა იტყვის რა გამოვა და ვა აბა ნახე როგორ ზმეიკასავით ამახო და ზურომ ზმეიკასავით მაგო ნახე ზმეიკასავით აჩამკიდე ესამ ჩემ გულის ოპერაცია და ზმეიკა ზურო ქვია რა ხო და ისე სხვა კახეთის გარდა მე შეიძლება მე არ ვიცი ხა და ვწდები მაგრამ მე მგონი სხვაგან არ არის ეგ მიმართულება დედას ციცქნა ხვიჩა დედას ციცქნა დედას იმედი ხვიჩა სკოლაში მაიყვანეს ჩვენი პარალელური კლასელი იყო. სკოლაში მოვიდა ესე რომ თოთობალღებს 2 კბილი მაღლა რო აქვს და 3 კბილი დაბლა რო აქვს. აი ესეთი იყო რაღაცნაირად, ცოტა გვიან განვითარდა. ეხლა კი 2 მეტრა და 20-ია და აი ულვაშები და აი კლავები და აი ყველაფერი. ეხლა პირველი კლასიდან დარჩა, ეხლა ამ ხელაკაც დედას ციცქნა ხვიჩა. მაგას ეძახია. ო შემოყარებში ვერეთეო და დედას ციცქნა მოიდა. იქნება ხოლმე და რაც დაარქვეს იცი ჩვენ დროს დიდ დასვენებაზე 15 წუთიანი დასვენებები რო ქონდა ხოლმე. ხო. ჩვენი დროს 20 კაპიკიანი ხაჭაპურები რო იყო ბუფეტში. თელი 300 ბალღი რო ბუფეტში გარბის, აი ერთმანეთს დახوارა რო გადადის და აი აბა ეს ვერც ხაჭაპურს აჭამდა ვერაფერი. ძალიან რაღაცალა იყო აი მასავით და ბოლა რა გოჭივით იყო და. ძალიან რაღაცალა იყო და დედა მოდიოდა ხოლმე ძუძუს აჭმევდა ხოლმე და სკოლაში და დედას ციცქნა ხვიჩა იმითო ქვია. სკოლაში აჭმევდა ხოლმე დიდოსვენებაზე. აი მე ცუდავდი. ეხა მე პოკეში რო ყოფილიყო ეგრევე Facebook-ზე დადები და ვიღაცა. ეგრევე ვიდეო გამაიქვეყნებოდა. ეხა ის გამახსნა ჩელენტანო რო ჩაუждდება იმას ფილმში. აი ეს რა მოყვათ. ესა ორხელა გოგია იცინოდა? რა მაგარია ძალიან. ძალიან ბრაზიანია და ცალიხელი იმ სოფელში კიდე ერთი გოგია ცალიხელი აქვს და ამას ვერ გაუბერეს ცალხელას დაარქმევა. ორხელა დაარქვეს. ბრაზიანია. ერთი გოგია და მეორე ორხელა გოგია. აი დაბადებიდან ყომუც რას დაარქმევდეს? კახეთში გორგონია. სმენა არა აქვს. ეს მეცახელის მენა არა აქვს რანაირადი. ჩაპლინა. რა ჩაპლინა? აბა რატო თუ ჩაპლინა? ნუ გავიგე რომ ჩაპლინის ფილმები იყო ის რა ქვია უხმო. და მაგიტომ. მაგარია რა. კარბურატორში კი პავლე. აბა. აუ პავლეზე ამას აქვს. პავლე. კარბურატორში კი პავლე გინეკოლოგია. მე დროგეო ისე რა ქვია ამან მითხრა.
მე დროგეს რა ქვიაო ფილმშიო რა დამავიწყებდა კროსორს ვავსებოდა პავლემით და ხელი მაოლეო ბიჭო აი იცი როგორ გარყვნილების პიკი შენ არა გაქვს მესახელი რავი მე არა მგონია რავი ფანტაზია გიორგი ან რა მეიქნება ვფიქრობ რა აუ ფანტაზიურ ანათელაზე გამასწრდა ეხლა ფანტაზიურ ანათელა გასტოვარია და მარტო დახორციელებული კაცები მოსწონს ფანტაზიებში არა ბევრი ის არის აგენტი მიშა ყრუა და სულ ყურის აპარატი უკეთია ეგ ძალიან დაბრეკვა ეგ აგენტი არა აგენტი მიშა ბევრია იმიტომ რომ ვისაც ეს ნაუშტის ყურსასმენები რო უკეთია იმისი რა ქვია ეხლა რომ მოვდიოდი ჩემი კლასელია ერთი მიშა რა ბაჩიძე იმეებს აკეთებს რა ქვია დიზელის ხელოსანია რა და საქმეზე დამირეკა პატარა რაღაც ნუ რესტორანიც აქვს და რაღაცებს აკეთებს რა რაღაც პატარა არჩევებს ვაძლევთ ხოლმე ერთმანეთს ჩვენი ძმა რა და თან თუ რამე იცის ყველაფერი იცის ყველაზე სახელი იცის ყველა ანეკდოტი იცის თუ რამე არსებობს წამგზაზე დაგაყენო იამკაში ჩაგაყენო და დილას ცხრის ნახევარზე მირეკავს გაგრას გასაუბრებელიც ვიყავი ლაზვი здорово წამოგზადე დაგაყენო იამკაში ჩაგაყენო რა გინდა მეთქი შეჩემის გადა ეოხერო შენაში წამო ბოღმასა და დარც არ მოგაკლე ვარგინა აჩევთან გამუშაო თან გამუშაო დიზელში დიზელზე თუ რესტორანში დაბლა კაცო იამკაში ბიჭო რესტორანი ცხოა და იქ დაგპატიჟო საწი ქვევრი ლექსუა ყავ ნაღდი ნაღდი როგორ ქვევრი ლექსუა დავარქვი რა აი ახლა მოუყევი ერთ სუფრასთან რა ვზივარ და რაღაცა მოუყევი რა რაღაცა ერთმანეთს მოუყევი იგივეს გიყვება ერთ ნახევარ საათში იგივეს გიყვება თან აიგრე მუჯლუგუნებს საქმე მამხედეო ო ეგ რა არის აი ლაპარაკის დროს რო იციან და რო უყურებ და ესე ნო და ის საიდან არის ნარდის თამაში იცი არა არ ვიცი ნა ჩარიდუ იცი რა არის რა ვითხარი არა ჩარიდუ იცი ვაფშე რა არის არ ვიცი არ თამაში ჩარიდუ მარცხენა ხელზე 4 თითი აქვს მარჯვენაზე 2 ჩარიდუ ეს მაგრა იქნება იმიტომ რომ ესე წაკითხული ვაფშე არა აქ არაფერი რესპეროდან სუთელავია და სუგულავია ეგ საიდან მოდის ეგ არკაგია წინაური ბილი არა აქო რა რატო არ დავფიქრებულა ხო აი სუეგმეს სუთელავია სუგულავია და საიდან მოდის არ ვიცი აი კეიფი ახლა კეიფი რა ნახე რა არკაგია წინაური ბილი არა აქ ლაბოროთება ჩემი არ ეგეთ ჩანგალავანო ყავს სინამდვილეში ჰა ჩანგალავანო ეგეთ იყო ნაღდათ რა გვარია ჩანგალა ქვია გამო ჩანგალა რა თქიო ჩანგალაო და ეგეთ პირისაღებს და 4 მილი აქ მაგ ეგრე ფიზგალებს საირატო ჩანგა ვარ კაცო რა არ კაცურიანი კაკო ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწაო არა უბრალოდ არკა ყველაზე პერი არა მართლა მაინტერესებს აი ყველაფერს ფიცავ რა სიმღერაზე მე ვილაპარაკოთ მაგრამ ესენი როგორ გაფიქრია ძმაო ნაღდი არა ნაღდი არის შენ საიდან იგებ დაბალ პროცენტიანი როგორ აფიქრდებათ ბიჭო ვაფშე ეგ დაბალ პროცენტიანი გივია რა არის ტელეფონი ხო ჯდება და დაბალ პროცენტიანი სუ გადავარდნა ზია მისდღენი რა სუ ენერგია არ აქვს უდაღრილია და მოტენტი დაბალ პროცენტიანი გივია და ვაკი უნდა დაჯდეს საცა რა რაღაცა აუ არკა მაგარი კიდე ეს არის ყველაზე მაგარი ჯერჯერობით არკა ქართველი რეზო ქართველი სული რუსი ყავს და დედას ომეხიო და ქურდების უბაში ცხოვრობს ცონ გამოცლილი წელე იყო აი სამეული რა ცონ გამოცლილი არკა აი არკა გია მაგარია აგენტი მიშაც მაგარი იყო რა ხო მაგრამ არკა მიქელა დალი ლეგენდა ლევანა მიცკიძე მიხელა დალი ო ეგეც სამი ქმარი ყავდა სამივე მოკტაო სერიალა დალი სერიალა ბიდი რატო მეუჯერ გათხოვილი 30 ჯერ არის გათხოვილი 5 ჯერ არის გათხოვილი ოღონდ ყველა ქმრის ცოლებთან კავშირი აქვს და დახალო სერიალა ლათინურ ზუბერა ლეგენდა ვანო აბა ყველა ომის ამბებს არყვება და 1941 წელს არის დაბადებული ცოტა გივია ცოტა გივია მარცხენა ხელფეხია ცოტაზე ის გამახსნა სიყვარული ყველას უნდა რომ ფილმი იქ არ არის რაღაც ცოტა რაღაცას ეძახი აუ ეს რა ტრაგიკული რაღაცა ტაქსომეტრა ჯაბა ჩვენი ძმაკაცია ტაქსომეტრა
ეგ არის სადყოი მე აქ მე ვერ ნახო. ჩვენც მაგაც იმად ვერ ანახავ. რა ქვია? ტაქსომეტრაჯო. ყველაფერი ფულში გადაყავ და სულ თitulis ტაქსომეტრი. არც არსად არა. ეს ძალიან ტრაგიკულია რა. აბა რა. ამაზა არის ერთი კახეთში და გოჩა ქვია. აბა რა თუ იცი. რატო? თოფი გაუვარდა შვილი მოკლა ხევისბერის ბოჭიო. პოსკრიპტუ მოვარდენა. აბა, პოსკრიპტუ მოვარდენა. პოსკრიპტუ მოვარდენა. რატო? სუბრაო დაიშლება, ყველა სახში ვაწავიდეს, მაშინ იწყებს რაღაც მოყოლას, ყველა წრეს გარო. კიდე რა არის? აბა ჩახედე. ჩაწეული ვანო. რატო ჩაწეული? ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს. კაბაბი დინა. კაროჩი კახეთში რო ცხოვრობ იდეალური ტიპი უნდა იყო რამე რო არ შეგართვან რა. მაგრამ მაინც შეგარქვევე რაღაცა. შანსი არ არის. რეკლამა ლექსუა. აბა, ეგ რა. თან სახელებსაც ხო დაძახნაუდა რა. ალექსანდრე ხო თუ არის ლექსუა. ლექსუა. რეკლამა ლექსუა. მაგარ ამბავს რო ყვები, ან მაგარ სადაგზელოს იძახი შუაში აუცილებლად რაღაცა უნდა თქოს. რეკლამა. გამაიღიან ზორა? ეგ მაგარი სიროდა. გამაიღიან. ხაშვილი ყავს. გამაიღიან ზორა. არა, ის აი გამაიღე ანზორას მონათესავია ის, რა ქვია, კუკარაჩაზე. მაგის მონათესავია კიდე მსმოიარევანო. ბერიშვილები ყავს? 7 შვილი ყავ, 7-ვე ბიჭები რა და დროდად გარო იმაში საავადმყოფოში წავიდა იმების ანალიზების ჩასაბარებლად რა და უკვე ზოგი დაქორწილებული შვილიშვილები, ზოგი პროფესორები არიან როგორ ამის შვილები. 60 წლის აღმოაჩინა რომ თურმე უშვილი ყოფილა. ერთი არ იყო თავისი. არც ერთი თავისი არ იყო. ერთსაც ვიტყვი და ჩანგალინა ვიხმარო თუ არა. რა ხელჭამე როგორ ხინა? თოფილულა გურამა. რა მოირტყა? დიდი ცხვირი აქვს. დიდი ცხვირია. თოფილულა. ვახ, ბიჭო. არა, არკა პირველ ადგილზეა. მლაშე ვანო. რატომ? ხუჯერი ხშობოდა ზღვაში და გადარჩა. ხუჯერი. მაგვანოს მეორე ვარიანტიც აქვს. აბა. პაპლაუკავანო. პაპლაუკაც მოსულა. როიტოი არის ჯობა. არის ძირება, არის ხჭობა. შენი ფავორიტი რომელია მაქედან? აი, ყველა მაგარია, ბევრია მაგარი. შენ რო მაგრა გევასება რა. ფუკაგელა. კუკა? ფუკა. ფუკა რა. ფუკაგელა. ფუკა, რა არის ფუკა? ფუკა არის რა? ფუკა რა. ფუკა როგა, ო. ხო არის, ამ ცოლი მეზობელმა მიიყვანა ცოლად. ვაიდე, ესეც არია, მაიცა სამნახე ტყვილა დალი. ტყვილა დალი? სამჯერ იყო გათხოვილი, შვილი არ აყავს. ნუ ეგეც ის არის, აი კუკარაჩას გაგრძელებაა რა. ჩაპლინა ვიცით, ჩარიდუ ვიცით, ტურისტი ვახოია. რა არის ტურისტი? ზოგ ჩანთასავით კუზიაქო. აი ადამიანს ნაკლი თუ აქ დარხეულია კახეთში რა. ერთი ნასამხრელი, ერთი ჩვენ გვერდზე სოფლელია რა, ნასამხრელია. სიმთვრალე აქვს პათოლოგიური, აი როგორი სიმთვრალე აქვს იცი რო აი. ღვინოს სასმელს არ უნდა გააკარო, თუ დალოს უნდა დაამწუდიო. უბრალოდ დამწუდეულს უნდა შეაწოდო შიგნით რა. და მაგას აქვია რიო დე ჟანეირო გივია. ხოდა და რაცა იცი რიო დე ჟანეიროში ხო კარნავალები და რაღაცა ეწყო და რა დაარქვეს. ყველა მაგის დათრობაზე მაგის წოლშვილი პერანგებით გამორგვიდა. რიო დე ჟანეირო. სულ კარნავალი ასა. რა კაია რიო დე ჟანეირო. ბერმუდა ლექსო რას ნიშნავს, ხო იცი? ახსნები არა აქვს. ბერმუდა ლექსო არის რო დაითვრება. იკარგება. რო დაითვრება, იკარგება და თელსოფელი. ბერმუდის ბერმუდა. კაია ეგეც კაი. ზომფლოთ იკარგება. აია ეგეც ბერმუდა. ეხა კიდე ერთი უნდა კითხო, ბაზრიღორი რა არის? აი ესე თქვი, მე მგონი ახსნა არა აქვს ამას. ფუკა გელა კი ეწერა აქ. კოჭელი ჯუმონგა. ეგეც იქნება. დედალი სტალინი რაღა არის, დო. დედალი სტალინი ულოშებია აქვს. ითხრა ძალიან ბევრ ხალხს ერქვა დედალი სტალინი. რატო? და გავიხსენებ ჩემი ცოლის ბებიასაც დედალი სტალინი. ეხა შენ ცოლი რო სახში რომ მიხარო, ტაფას რო დაგახვედრებს გაჩვენე დედა სტალინს. რა, რატო? იმიტომ რომ ქმარი წავიდა ომში, იყო ლამაზი ხალი და რო არავინ არ მიხკარებოდა რა, იმდენად მკაცრი იყო, აი ოთარანთქვი რო წარმოვიდგენე, იმდენად მკაცრი იყო, რომ ლაფატკით, ხიშთით, სულ ყველაფრით თუ იმე რამეს ეტყოდა. ნურახუნებდა. დედალი სტალინი დაარქვეს.
გავნავოზი გასანაო ბიჭო. გავნაუზა გასანა. ვა. კაი, არ გინდა განები ხარ ამ ისეთი არ თქვა. რა გავნავოზი გასანა. იქ რო ერთი აზრი ხორი, მაგრამ ეგრევე ავიკიდებთ პელეს სახელებს მე და შენ. პანდემიის დროინდელებიც არის, მაგრამ დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ პანდემია არკა ჩემთვის პირველი ადგილი უკავია არკას რა, მაგარია არკა. შენ ისა მე რაღაცეები რა, იავნანა ჯემალა. შახაბასა ყავინმე მანდა. აბა შახაბასა რა, შახაბასა გივია. არა? არც ვინოსასოს, არც არაქსასოს, არც KP არ უყვარს. და კახეთში ცხოვრობს და არც სოაზი არ მოხ, არაფერი არ მოყვა, ბულგარული ციცაკა მოხო მარტო. შახაბასა გივია. სეტყვა ლევანა? რატო? ყველგან დაუპატეჟებლად მიდის. ვა, სეტყვა ლევანა მოვიდა. ბიჭო, ესე ნო ვისწავლ, მე მყავს ეგეთი ტიპები. არა, ის ყველა სეყოლება რა, არასე. პროჭირო მეო. აი მე მოდი შეესწავლე. დიდი, არა, კაცო, პროჭი არის ჩვენთან მოცვა, პროჭი. აგერ ეს არის მაგის მეფე. შექსპირია წერს რაღაცა. ეხა შენ შეყვარებულმა სცა და თავის მოკვლა თოლად არ მიიყვანა რა. შეყვარებულმა თავის მოკვლასცა და თვითონ არა. და პროჭია. ნუ ესენია მართალია. ოტელო არ უყურები ეტყო. ოტელო დიმა. მედი ეხა გეხვეწები მინდა შენი ამბები მოგიყვე შენი მამუკა უნაშვილთან ურთიერთობა დოიჯასთან ერთადაც გიღერია მეგობრობდით. ეხლა იმიტომ არა რომ აი უბრალოდ არ სადარას დროს არაფერი არ ხდება. შავი ლუდი უყვარდა. ვისა? მამუკას ძალიან რა. მამუკა ვაქრო ბიჭი. და შავლუცა და ბამბუკის ლუდს ვსვავდით ხოლმე რა. აქეთ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა. ბამბუკის ლუდი მე არ დამილივია სხვა შორის. მოდი გავიხსენოთ. აბა მათთან ერთად, ამ ბიჭებთან ერთად თუ ვინმე ჩვენი მოსაგონარია, თუ ვინმე სცენაზე იყო, თუ ვინმე სპორტში იყო, თუ ვინმე ასად არ იყო, მაგრამ კარგი იყო და ჩვენი იყო და ქართველი იყო, რადგან ისეთი ადამიანები არსებენ. მოდი გავიხსენოთ და გაიხარა არიან როგორც რა არიან. გვინათოს რა. ეხლა თვითონ რომ მოყვებოდნენ თავიანთ ამბებს, მაგნაირად ჩვენ ვერაფერს ვერ მოვყვებით. ერთმა გაგვინათოს. მაგათი ამბობი სულ მახსოვს რომ პოსტებს დევდა ხოლმე უკვე რომ ძალიან უნდა წამოსვლა რა. ან უნდა ცუდად იყო და რაღაცა ძალიან უნდა სახში უნდა მოვკვდეთ კი ეგრეც გააკეთა რა პრინციპში რა საბოლოო ჯამში. არა და ბახა ტრაგიკული ძალიან ბევრი კურიოზული ისეთი ამბები ქონდა რომ მოდი არ მოყვები რა. კურიოზული არა ისე მოყვები რაღაც სიმღერა ერთად რა ვიცი. ძალიან დიდი ხანი ვიყავით ერთად. ძალიან დიდი ხანი არ მოყვე კაცო რა ალბათ ერთი 4 წელი 4-5 წელიწადი ერთადაც მოგვიწია ბერსავდა მამუკა მღერა არ იყო სხვათა შორის ბევრი ხო აი როგორიათ რომ იძახდნენ ხოლმე რომ აი ეს რამდენ ზვინოს ხავსდა მეც ვიცი რომ რამდენ ყოფილა თუფრაზე რამდენ ჯემე და ძალიან ზომიერად ვისკი ხო კონიაკი ერთი ბოთლს როგორც ყველა ესეც მიირთმევდა უყვარდა ადამიანები, ძალიან უყვარდა ადამიანები, ყველა უცხო, ნაცნობ ცხოველებზე ხო საერთოდ გიждდებოდა. ცხოველები მაგრამ უყვარდა. როგორც ადამიანი უყვარდა, ცხოველიც უყვარდა და ყველაფერს განიცდიდა, ისეთი ჩვილი გული ჰქონდა და ძალიან კარგად ფაქტიურად მოდი ვიტყვი რა. პირველი ჩემი მე საღამოები მიყავდა, ყველა ნუ სხვადასხვა ენაზე და ასე შემდეგ და ძალიან ძლიერი იყო, ძალიან მაგარი იყო. ამ საკითხში რა, საღამოების წაყვანაში. ხო და მამუკას დიდი წვლილი არა, მამუკას დამსახურება დღეს რომ მე ქორწილები, საღამოები, ივენთები ადრე ვთამადობდი ჩვენებურად, კახურად, ქართული სუფრით, ტრადიციულად. ეგ მაშინას თანამედროვე იყო. ეხლაც თანამედროვე იყო და მუდმივად ის ტიპი იყო, აი ის კაცი იყო, ვინც ყოველთვის ყველაფერს ისე მოთელაოდა რომ ყველგან ყველაფერი იყო რა და იუმორიც ჰქონდა მაგარი. იუმორი ვაფშე სუპერი იყო. იუმორი ჰქონდა ვაფშე სასწაული. იმიტომ იყო სურაკიდე როგორი ხმა ჰქონდა ბიჭო. აი სურო რაღაცნაირი შანსონის ხმა ჰქონდა. აი სიმღერები არის რომელსაც ხვები რომ ღერიან მე მეხამუშება. იმიტომ რომ ამის ხმით რომ აქ მოსმენი გამჟდარი მაგრამ მაგის აი შემსრულებელი და არის. ხო ხვდები აი ისეთი ტემბრი ჰქონდა რაღაცა ჩახრინწული ცოტა და თან ტიპიც ეგეთი იყო, კაი ტიპი. მარტია და მარტის რო ზურა იმღერებდა, სხვა ვერ იმღერებს. კი. მე მგონი დარჩა ხო ეგ მე ეგ სიმღერა ყველასთვის
ხმის გამოიღე ისა სასოცი და ისე ილაპარაკე. კულტურობაა. გამოიღე რა, ბიჭო, ყველაფერზე შეიძლება. აიგე, ახალი სახე. გამაიღე, ნოდარა, გამაიღენოდა რა. გამაიღენოდა რა, ხალხო. გამაიღენოდა რა. ეხლა უნდა ვთქვა ჩაიდენოდა რა, ორივე შეიძლება. ჩაიდენოდა რა. ჩაიდე. რაჟოკა დიმა. ჩაიდე, კანკიდია რაჟოკა, ჩაიდე. გაინტერესებთ რატო შევარ. ავი, ყველა მიხვდება და ეგ ყველა ემართება და შენც მათ შორის. თო გამომივიდა წმინდანი ახლა როი ზარა. რაჟოკა დიმა რიცია და დედა. ჩაიდენოდა რა, ამაიღენო, ჩაიდე, გამაიღე, ჩაიდე, გამაიღე. რაჟოკა. მიდი. აუ რა მაგარი მეცახელი გაიჩნდა. აი ახლა ვთქვა რატო. გამაიღენოდა რა, აი გეფიცები თუ არა გაკიდო, თუ არა ტელეფონში უნდა გადავაკეთო, გამაიღენოდა რა უნდა ჩავწერო. და რაჟოკა დიმა ვახსენო? აი ცეტელი. რატო ხარ რაჟოკა? აქ ავტომატზე არაფერი არ არის. მაიცა? ბალღები ალაზნის ხითა რადგანა რა. ალაზანზე თელავიდან ჩავდიოდით სამონაოდ და თელავიდან ალაზნამდე მდინარე ალაზნამდე არის 12 კილომეტრი. 100-ია წერია იმას რა ქვია. ფეხით დადიოდი იმაზე გამაყოლეს ხელით გამოჩერები. აბანაობა გინდა 12 კილომეტრი რა გამატარებსო? ბევრჯერაც ჩავსულვართ ფეხით და ბევრჯერაც ამოვსულა. უკან როგორ ტეხავს თუ ვინმე გაგვაყონა ზუსტად აი დაბანავები უკან. აქედან სიხარულით მივიდიოდით თუ ხან სირბილით ხან ზუნზულით იქიდან უკვე დაბრუნდი. 12 კილომეტრს გაირბენ 1 საათში. ხო ვიცით ეგ ამბავი. საათი და 30 წუთში. შენ ხო? ხო, და ასე ეს შემდეგ. 3 საათში. აი შენ 3 კი არა 6 საათში. შენ გამაიღენოდა ჩუმად. ალღებით განან შენ ხარ რაჟოკა დიმა. ხო და გაგიბაზრებ. რაღაცა მოდისო ერთმა დაიწყო ალაზნის ხიდიდან კიდე იქით ყვალისკენ გადასახვევი აქეთ ლაფანყურისკენ ლეჩურისკენ გადასახვევი რაღაცები და კიდე ალბათ 1-5 კილომეტრი მოჩავს და რომელიღაცა ბალღმა დაიწყა მოდისო და გავუყვეთო რაღაცა მოდის და გავუყვეთო ჩვენს რაღაცა რომ მოდის 1 საათში მოვიდა კაცო რა იყო ეგეთ და ყველას ხო გაყოლა უნდა ალაზანზე მთელი ქალაქი ბალღები იქ არიან და უკვე მოგროვდა 1-200 სიმან მოგროვდა ესეთი ბალღია ხელ ჩაუქნეს და კატოკით მოდის კაცო კაცი ხო და აი და ოზიო თელავამდე გაყოლა რა გაგაყოლო თქვენ შემატყლავშილები ორი კვირა მოდიო ფეხი ჩამასწრება მე მინდა ეხა კითხები რაც შემოვიდა ჩვენი ვაყურებელი ვარ ვაწყენინოთ უნდა დაგისვა სათვალის თანხლებით რა საკვირველია სხვა გზა არა. აი რეები არ ვიცი, მე არც გადამიხედავს მართალი რო გითხრა. ისე მჩერა გითხრა. აუ ჯიგრები ხართ, ტატო ლაზუიაშვილი, ვინ არისო? ნათესავი იქნება რა ქვია, ხო? ვინ იქნება? თაზო. ჩვენიანი. იასლია, აუ ჯიგრები ხართ, გამიხარდა გიოს მოწვევა, კითხეთ რომელ კლუბს ხომაგოსო? ორივეს. მე? ანუ მანჩესტერი და ბილბაო. გუნდს ვიო. კლუბსო. კლუბები, ჩვენ კლუბი ვარ მე. ვა რა. მანჩესტერი და ატლეტიკ ბილბაო. ეს არის გამაიღენოდა რა, კლუბი არ არის. შენ ხარ რაჟოკა დიმა. ვიტყვით ხო? ფეხბურთში რომელს? და შეგწყვება ხალხში მე რატომაც. არა მე ვინც იმარჯვეს ყველა. ჯერ ჯიგარი. აი ფეხბურთს უყურებს მოკლედ. ვიღა ტენტენი სადა ჩვენები თამაშობენ და იმარჯვენ მე ყველა ფეხბურთში ჯიგარი ხარ. პარი სენ-ჟერმენი. ამ კაცის გადაობა მეცახელებზე პოსტალიონში მოვისმინე პირველად მომღერალი როა კი ვიცი გამიგია, მაგრამ ესეთ კახურ მეცახელებს თუ თხზავდა არ ვიცოდი, ფენომენი ყოფილა კახური მეცახელების გამოგონებაშიო. ეს უბრალოდ კომპლიმენტი არის რა. ძალიან დიდი მადლობა შემოგეროთ გეფერებით. მე არ ვიგონებ უბრალოდ სადაც შემხდება ვაგო. არა რაღაცებს შენ ამატე. ამან ეგრევე ამავე ტენტენმა მიაყოლა ნოდოს მეცახელი რა იქნება დიომ დასვას ეს კითხვა გაუსწორდება. ამაიღენოდა რა. ხო აგე. თუ უნდა ჩაიდენოდა შენ რომელი გიცემია? ორივე კაია. რაჟოკა დიმა და მიხვდით რა მართლა მერიდება რომ თქვა რატო ეძახი რაჟოკა დიმას. არა, შენ ხო რაღაც დავარქი, კეთილთვისებიანი თუ რაღაცა. ხო. კეთილთვისებიანი ნოდა. გვარიდან გამომდინარე. კეთილთვისებიანიც მაინც ის არის შერისის გეშინია, ასე რომ ხო, მაგრამ კარგად ხო. ამაიღე გერჩინოს დამიჯერე. შენ რაჟოკა გერჩინოს პინტონს და მატულის. ნოდო ორდინიძე. მომღერალი. ხო? ვა, ჩემი ძმობილი ყოლია სტუმრად. კითხვა არ მაქვს, უფრო მოკითხვა. იმღერეთ, რამდენ სიმღერები იმღერეთ, ისე არ გაუშვა დამიჯერეთ არინანებთო. უკვე ვიმღერეთ, მაგრამ კიდევ ვიმღერებთ. მაგარი კაცია გიო, წარმატებული ეთერი და მოკითხვა გიორგი ძამუკაშვილი. ძამუკა კახის. აბა ერთი კაი რაღაცა. მეომრების წევრი. ქალბატონი რუსუდან ჩუგოშვილი წერს. მიღიტინებდაზე მოაყოლეთ და ბალღი მომანათლინეზეო. მიდი ხა. რა ხდება? მიდი. ინტურისტობა რო იყო, მაგრამ მიღიტინებდაზე წავ მიღუტუნებდა ხო ქვია მაგას. ხო. გუტუნი ხო იცით რაც? ხო, მაშალადა. ეხლა ბახმელია ვარ გზნობები არა მაქვს. აი. არ გეღუტუნება ისე? ჰა? გეღუტუნება ისე?
ხუტუნიათ მინდა ისედაც დაღრეჯილი და ჩამჭრელი კითხვა. არა, ზოგი არის თუნდაც გული მისდის თუ. ო, ფეხზე მეღუტუნება. ფეხზე მეღუტუნება. ფეხზე არა უშავს. წინდებს რო ჩამ. ცუდად შემთხვევით, ცუდად რო ჩემ მეულე ხან წინდებს მიქსოს ხოლმე ხან რაღაცა რო აი ადვილად შველიცო და წინდებს რო ჩავიცმევ, სუცისის ხარხარი დავდიარ. მაინც ვიღიტინებაზე მოყევი ხა. წავიდნენ ყველა არ იკითხავდა ეს კალბატონი იცის ო, რაღაცაშია საქმე. არ მოიყოლება, კაი მოსაყოლია რა. მიდი მერე დავაი. ბალღები წავიდნენ იმებში რა ქვია, ქალებში. ბალღები. ბალღები წავიდნენ ქალებში. რამდენი 10 წლის? არა, ბა ჩვენ დამარგები ყველა. მერე კაცები მე. ჩემს ბალღები არა ვარ. ჩვენს ბალღები ვარ. კაც ყველას რო აინტერესებს რა. მერე. ინტურისტების დროა რა, სამნი არიან და ერთი თანამშრომლები წავიდნენ. შეარჩიეს რამე ყველაფერი ამ ორმა დაასწრო და ერთი არის აი ძალიან პატარაა რა, ოღონდ კაი ჯიგრიანი გემრიელი კაცია რა, ოღონდ 1.5 სიმაღლეში. აი ხუსლიანებს რო ჩაიცოს 1.7-ზე მაღლა ვერ ადის. ხო და ამ ორმა უცემმა ისაქმეს თავის საქმე და გვიან დაამასკა, ჯერ გვიან შეარჩია. ყველა უარს ეუბნებოდა, აი გეშენა და ხოდა ცოტა ხანში ბრაგაბურგით აიგრე ჩამოც კიბეებზე ჩამოკურდა და კარები გამააგეს და ციხე ამოეკრა ვიღაცმა მაღალმა ლამაზმა ქალმა და გამოკრა ეგრე გარეთ გამოაგდო სტატი შენდე 1 საათი ამიღუტუნებს ეს კაცი იტინებდა და ბარღი მამარაცლე 6 ბიჭი ყავა ამგა ჩვენ მეგობარს და ბიჭები როგორიც ეხლა სოფლის განაპირა, მთის განაპირა სოფელში ცხოვრობენ და ეს როგორ თავისუფალი ბალღები ყავ იცი? ოჯახში რო შეხვალ. როგორც სახში არის გაშველები, ტურსიკიანები, ზოგი შორტები, ზოგი ხეივანზე თამაშობს, მაღლა იქ კიბეზე თამაშობს, ბიჭები აქეთ-იქით არიან ბალღები გაფანტულები რა და. აბა რომელია ჩემი ნათული და რავი ამადედაც ხო რომელსაც დაიჭერო. ბალღი მამადა. არა მიღიტინებდა ეს უდო თავარდო. შატყალი და შევესწრა. მირთვი მეყოლე ლუდიც და გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი YouTube-аар. ეს გამოიჭრება. კი კაცო, რა როჭამ ეს როჭამ ვერიგით, ჩვენ როჭამთ რა, წვით რო, ჭამე ჩეულებრივია. მედი გადიღე. ქალბატო რუსუდან მადლობა ამ მინიშნებებისთვის. ესე იგი, შემირთვი. ლევან ტაბატაძე წერს საოცარი კაცია, მრავალმხრივ ნიჭიერი, ჭეშმარიტი, ქართველი, გურცხველი და რაც თავარია ნამდვილიო. ხარ ძმაო. ლევან ტაბატაძე ძალიან მაგარი მომღერალია ოპერაში მომღერალია. გორელი ბიჭია ერთი, კაი. მოკითხვა აქედან, დიდი სიყვარული. მადლობა ლევან, რომ გვიყურებ, რომ გამოწერილი წკეპები და დაალაიქე ეს და კომენტარა და ვინც მოგვიკითხა. დააზიარე Facebook-ზე. აი უყურე ხა სერიოზული კითხვა არის. მართლა მაინტერესებს შენი აზრი ჯეო სპორტ ჯი წერს როგორ ფიქრობს რა არის პრობლემა კახეთის რეგიონს სადაც ამდენი ღვინის ქარხანაა და ამხელა კომპანიებია არავის რო არ უნდა ერთი ფეხბურთის გუნდის დაფინანსებაო ჯიგარი ხარ არა მაგარი კითხვა მართლა ეგ კითხვა ჩვენს გვაქვს მიაქვს ღვინოს იქაურობა მართლა არა ღვინოს მიაქვს იმ ღვინოს გაყიდვა უნდა და რეალიზაცია მე ვთქვი მე მაგ კითხვით მეღვინეების კომპეტენციაში შევდივარ და ბიზნესმენების. მე უნდა უპასუხო ისეთი რამე, ეხლა რატო არა ფინანსებს ღვინის ქარხანა? არა, შენ რატო გონია ეზარებათ, არაინტერესებთ? არა, როგორია აქ ჩემი აზრის დაფიქსირება ეხლა ჩემთან მიმართებაში არა მესმის. მე მინდა რომ თხოვო ამ ხალხს, ვისაც აქვს საშუალება რომ დაეხმარო. მოდი, მირჩევია ვთხოვო. ხო არა ეგ არის მიზანი ეგ არის ახლა ჩვენ გემრიელ სპორტსმენებს ვისაც საშუალება გაქვს აი ყურე აი რამდენი მაკაცურად ყველა დაუდგეს გვერდში თუ ვინმე საშუალება აქვს ახეთში რამდენი შატო არის ერთი 20 ხო იქნება 30 მეტი შატო სადაც სტუმრები ჩადიან 20 აი ყურე რას გეუბნები აი ხა ესენი რომ გაერთიან და ხა შეიძლება უტოპიურ რაღაცას ვამბობ და არასერიოზულს რა და თვითონ რაღაცა თანხა გამოვიდეს და ყველა მერტად დააფინანსონ გუნდი მაგარი იქნება. არა, პრობლემაც არ არის. ეხლა ეს იდეა შეიძლება არ ცოცხლიათ თავში და ავი თუ მოგეწონებათ რა პრობლემა. აი წარმოვიდგინე მაგათოს ეხლა თვეში რამდენი რავი 10000 ლარი, 5000 ლარი. რამდენი შედის ხო? რამდენიც მე ავაუგე მილიონებზე. ეგ თანხა.
თვეში ნუ იქნება წელიწადში ერთხელი. არა, წელიწადში არა, სპონსორობა გუნდის კაცო, 1 წლით, 2 წლით, 3 წლით, რა. მაგალითად რატო არა, ეხლა აი გურჯაანსაც კარგი გუნდი ყავდეს თელავს. ჯერ შესაფუთია ისეთი საგაიფოა თავისი იუმორით, თავისი დაპირისპირებებით, აი ამ ყველაფრით რა რომ ძალიან გაასწორებს რა. სტადიონი რა მაგარად აი, თორე რო უყვართ ფეხბურთი იქ დაურწმუნდი. ვის არ უყვართ ფეხბურთი? იქ თან. ეხლა იცი რა გამახსენა? დედას მეცავარ ჯიგრები. ლიფტი შუშებიანი პირველად ნახე თელავიზიის ტურისტში. როდის? ბავშვი პატარა ვიყავი ბიჭო. წავიდა. და ამ ლიფტში შევდიოდი და ხმარა ქონდა. ჯიგრების გამახსენდა. აბა მო. ჩავშდებოდით კატალოგით. გაიგე დასაყვება. რა? მართლა გეუბნები. ინ ტურისტის ბოზებზე რომ მოვყევი. მაგ დროს იყვენ ეგენი, ხო, კროპკას და, მაგრამ მე არ უღუტუნებდი ობოდ. მე არ უღუტუნებდი. არა, შენ არ უღუტუნებდი, შენთან ერთად შეიძლება ყოფილიყო. შენთან ერთად იყო, მაგრამ შენ უჯლიგი. გამაიღენოდა რაც იყო იქ. მაგ დროს ეგ ლიფტი ვინც შენი გლობიოს ჭამდი. ეს ეხა ისეს დამარქვეს, ვერ მოვიცილებ თელი ცხოვრება, შემიგარ უნდა გაჩერდე რა. აი ეს არის გამაიღე. ყველაზე პოპულარი, ეხა არ ვიცი ეს რამდენად გაიხსენ ბექამ ამაგულაშვილის ეს. ყველაზე პოპულარული მეცახელი, რომელიც ძალიან გავარდაო თუ ახსოვსო და მაგის ისტორია მოგიყოს და რავი, რომ იყო ეგეთი რომელიმე. არეული გაგვიგო ყველაფერი თავში. არა, მაგნაირი ისეთი აი კონკრეტული და მაგრამ ბევრი ყველა მაგარია და გარინჩა და რაღაცები ხო გავარდნი. ეხა მარიამ ლომოურს უპასუხებ რომ ჩვენ მეცახელებზე დიდი ხანია ვჭობთ და რა ვიცი თქვენ რომელიც მოგეწონებათ ქალბატონი მარიამ ის ამოარჩიეთ. და რა ჟოკაც დაიმახსოვრე. შეარჩიეთო რამე არა, ო? ჩვენთვის ხო შეარჩიე, რამდენი აღარ გვინდათ, მაგო დაგვანებეთ თავი ეთილი და ამდენი. მართლა. და მეორე კითხვა მაქვს, დიმას რომელი მოწონს მეცახელები და ყველაზე მეტადო? მე რომელი მოწონს, რავი, ყველა, მე მაგრამ არკა მომეწონა. არკა გიაც მაგარია. ძალიან ჩემთვის პელია არკა. წითელქუდა თამაზე ვაფშე ჩემი საყვარელი მეცახელია. აუ ეგ გამახსენე წითელქუდა თამაზე. ბებიომის გელმა რო შეჭამა შეჭიმო. არა ხო და რეალურად შეუჭამა ბებომ გელმა. დამაიღენო და არის მაგარი კლიჩკა. დიმა იმდეს, ნუ იზა რომ მე ვთქვა რატომ შეგარქვი რაჟოკა დიმა, თორე თქვი ბიჭო რა არ უნდა ხო? მე არ რა იყო ლობი არ გიჭამია, გაზი არ გაგიშვია, შეჩემა და მოესწრო ერთხელ და რაჟოკა დიმაო და ეხა აგივე თვითონ მოგიყევით ა. ხელარა აკონესებს კლავიატურა. და შენ რატო დავყვები უკან? მე უკანო შენ სპორტსმენი ხარ და სწრაფად მიდიხარ ხო და დავითაშვილს რა ქვია? რატომ დაგითხრა? კი, დავითაშვილს რა ქვია? ზურიკო. არა, მოკლე სახელი. ზურა. მისუნე უკან. ვაფშე ვერ გარიბა. ზუკა. ძალიან სულ ლუკა. არ გამიტრა, გამ რაჟოკი, გამაიღენო და რა. ერთხელ ხო იცი, ძალიან დიდი ხანი ქონდა პაუზა. ის იყო აღარ მახსოვს რატო ვიყავით გაჩერებულები, სახლში ვიყავით რაღაცა. დიდი ხნის უნახავები. აი ორი კვირა გავიდათ ერთი თვენა. მე და ჩვენი ისტორია. ზედა ვაფშე არ მენახებოდი რა. აი ეს ფაჭორი. ხო და გამომყევიო რა მანქანის გარეცხვა მინდა. ნუ გავყევი რა. რას ყვები რაღაც ყლეობა? არა, ნაღდი ამბავ და მანქანა გამარეცხინიო რაღაცა, მონატრებულები რაღაცა. აი მე გავყევი და მანქანა რაღაც ხალიჩებს ხო ვიღებთ რა მანქანაში. დიმა ეს ხალიჩები ამოვიღო მეთქთან დიდი ხანია ბიჭო ამას ეს აცუდისტყვები არ ვთქვას არ გვინახავს ერთმანეთს და დიმა ეს ხალიჩები სად გადავფინო მეთქი და აი როგორ იცი აი გადაფინეო იცი როგორ ხო ეს ყოველ დღე რაღაცას მეუნება და სად გადავფინებ და აი გადაფინეო არა ხო მაგას რო იკითხავ ეგ პასუხი უნდა მიიღო ხო მაგრამ ვერ ითმედი აი აქ ქონდა უკვე მომძღარი ბუშტი დიმა ბოჩიკანი უდიდი ედეთი მოდი ხლა ჩვენ ვითამაშოთ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული თამაში. გამაიღენო და რა საავტორო თამაში გამაიცანი სიტყვაი. ეგ წყინს. სხვათა შორის ეს ანოში უნდა ჩაჯდეს. არ ჩაჯდება. ეგ გამოიჭრება, იმიტომ რომ მე წყინს მაგას რო ამბობ. ტელეფონში აგერ გადაკეთებული მაქვს უკვე გამაიღენო და რა. ხო და მე დავწერ მე შენ სახელს ხვანაირი ტელეფონში. ჩვენი მაყურებელი განსჯის რომელს რა მეცახელი შეგრჩება რა რომელი გამაიღე თუ ჩაიდე. ჩემ ტელეფონში არც ერთი არ არის კარგი. ჩემ ტელეფონში გადავაკეთებ. მიდი შენ ტელეფონს გადაი მაინც არიღებ მაგ ტელეფონს რო გირეკავდა არ კიდია ას გადააკეთებ. ხალხს მიდი ეხა თქვი გამიეჩარება კაც. თამაში ჩვენი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაში უნდა გამოიცნოს გიორგიმ ესე იგი კახეთში ერთ-ერთი ცნობილი ადგილია. ნო რა ასობგერებით გლიჯი. მე გითხარი გამოცნობა არ დაიწყო მე. კახეთში ერთ-ერთი ცნობილი ადგილია, ბევრი ცნობილი ადგილია კახეთში. ძალიან ბევრი. ხო და უნდა გამაიცნო, ვიდეო ასოები უნდა თქვა და შაივსება.
ვიტულა რაღაცა დასაწყისი ხო უნდა ხო? არა, ეს არის არაფერი, რიტყვი ჭ ბ ყ და ჩავწერ ჩვენ და მიხვდები რა. მერე უნდა მიხვდე? ყველაფერში იქნება. ჯერ ნახოთ, კაცო, აგინდა დავიწყო ხათი? ყველაფერში იქნება. აი, წარდგენას ერთხელაც გავაკეთებ რა. გამაიღენო და რა საავტორო თამაში გამოცნობანა. კუანა დიმა. დაიწყე. და აგინდა ესე იგი პირველი. ყველა ვარიანტი იქნება, ასობგერა იქნება. არ არის. რა არ არის ბიჭო? თვალი ხარ? არ არის და ეხლა არ არისო. ერთი ჯოხი. ესე იგი რამდენად სოია? არ არისო. ბიჭო, ორი ცალ-ცალკე არის. ეს კითხვას დავსვავ რა, ერთი კითხვას დავსვავ. ეს ორი ხაზი როა გავლებული. თითო ხაზი არის, თითო ასო, ტირე. და ერთმანეთთან კავშირში. აბა. ეხლა თქვი კიდე სხვა, არ არის. ნუ უშლი ხელს, ეგ არის ჩვენი ამოცანა, დებულებაში წერია. ნუ ბიჭო, ვერ გამოიცნობ მეთქი, ზღვა, უნდა ვერ გამოიცნობ, ასოები. რა ვიქნები დილამდე? საერთოდ გაარტყა. არის კ. ერთმანეთს ეუბნებიან, რომელიმე ხარ. არა, დაწერე გა, რო არ დაგვაუწყო, არ არის. წერ არის კარგად. ესე იგი, თუ არ არის, მაშინ დახურული ბგერიანი სიტყვი იქ სიტყვი. სადაც შენ მომისვირე ხა. შენ ხა ის თუ გადაიღლე, არ ვიჯერო. ასოები არტყიო, მიდი. გოგია. ორი ცალია ნოდარ. დაგენძრა ნოდარ. მე რა დამენძრა, შენი მოფიქრებულია. გამაიღენო და რა. ერთმანეთს. რა გამისტორდა? აი მე კიდე ეგ შევიტყვი. ნახე, მაინც გამოცნობას ცდილობს, რა ჯიუტი კახელი არის რა. ერთმანეთს ეუბნებიან. ადგილია? ხო? ეხა ამან თუ ეს თქვა ზვაო? პირდაპირ რავი, საო. მიდი აბა თქვი, რა. თუ პირდაპირ იტყვი, იცოდე ორი ჯოხი ჩამოუსვა. ორი ჯოხი რა არის? აი მე შეივსება და ჩამოვრჩება. ორი ჯოხი მერე ბაწარი მერე. შენი ხები ორი ჯოხი ნოდარა, გამაიღენო და. კარგი. სადაც არ არის, უც იქნება. თქვი რომელიც მე კაცო, თქვი, თქვი რა. უც იქნება. დარწმუნებული ხარ? კაი, ნათქვამი არ არის არ არის. არ არის. რომელიმე ხარ? რა ლოგიკაა, თუ არ არის იქნება რას ჩაბია. დაიწერა ასო. და არ არის. მარტო ოებზე ვერ იქნება აწყობილი. მარტო ოებზე ვერ იქნება აწყობილი. არის. შო დაგენძრა ნოდა. არაფერი არ არის. კი, მაგას მიხვდება ეგრევე. ნუ იცი, ეგეც მიხვდება მე. დაგენძრა ნოდა. ჩვენე ვერ ხედავს. რომელ რაიონშია? ახლა რაიონი და ეს შეურაცხად გიჟგაც, თავი რაიონი და მოსახლეობას გეტყვით კიდო. აპა! მიდი კიდე თქვი ასოები ჯერს ჩამოხჭობამდე ადრეა გაჩუმდი ბიჭო, შემი აიმე გამაიღე. გააკეთე. ხარება და გოგია. მოსი გაგეცდება გონება, მიდი მოსი. გავთქვით, ვ არის? ბრავო? ვ არის? დაწერე ვ. კაბერი ბხარეჯობია. არის უკვე ადგილი, სადაც ბაწარი შეიძლება თავისუფლად გავაიქკრათ. ერთმანეთს ხმოვნები თქვი რა. კაი, ბიჭო, ბოლომს შენ თქვი. თქვი. მთელი მუღამე პირველი იქნება, ვინცაც ჩამოვახშობთ აქადა. ი. არის. ი, მაცა. ეხა უკვე უნდა მიხვდეს, კარგად ალიეგა. ახეთი ძმაო, თბილისს რო გასწრებ. შეხედე. ჯობია, ხარება ბუთხრა გოგიას. ნაფარეული. ეს გირებს ეს ჩემისა. ჯობია, სამპაპაპი ბიჭო, გაჩერ ბიჭი. რაიმე, ღმერთო შენი სახელის. სამათუკი ჯობია, საბინა. ორი სიტყვა? ვერ ვიგებ ორი სიტყვა. შალევი. აი მაგალითად აი ვირის ხო არის? ოჰო. ეგეთია რა. მაინც თავისი ნაცე წავიდა რა. ბიჭო, ვერ ვხვდები ხა. მეორე. არ უთხრა ბიჭო, პირველი აუთხრა ველაპარაკები კა. და გორგოლაჭ გესურე ეგრევე. გ არის. აროჩერა. აჰა. ეგრევე. აჰა. სამლადანი ჩობია. საბინა ოთხომკა. ეხა ყველაზე კაი მომენტია, უნდა მიხვდეს, მაგრამ ვერ ხდება. რომელი რაიონი? ცნობადი ადგილი. ბიჭო, რა? კი, კაცო. სპორტს ეკუთვნის. ბევრს მწარე და სპორტთან რომში კავშირი არა. მწარე და წახსოვს. აი, მე წარეთა სახსოვს. შეიძლება.
ერთმანეთს ეუბნებიან. ვერ ჩავედი აქ არ მომწონს მოწერე. აჰა, კაიო. რომელი მხარე? როსა მომეჭო ბატუკი. აუჩი. აბა? ის ჩაფიქრდა ის დიმა რომ თომ არ იცის და გამოიცნო. გომბორის ტექი? ჯიგარი ხარ! დაართხელი. ბევრ წარეთ ახსოვს ხო? ბევრ წარეთ ახსოვს 80 საათიერებში. ამასაც წარეთ ახსოვს. ეხა ტეკი არა, მაგრამ მე იმიტომ ვფიქრობდი ახლა, რომ გითხარი არის ფიქრობთ. ქართულ სიტყვას ფიქრობდი, გაიგე? ქართულ რომელი შოთორუსთაველი ესნახე ეხა ის ხო შანიძე გიზის გვერდით რა. ეხა გომბორის ტეკი. არა, რაღაცა ემოციები არა გაქვს რა, მოიგე რა ძმა. მოიგე, იყიდე მოხვედი ბილიბერგში მოიგე 1000 ლარი და 1000 ლარი შესურეთ რომ მოიგო 1000 ლარი. ხო და მოგერეთ ხო ეხა ეგ ნიშნავს რომ სურვილი მაქვს მე ამისთვის ეხა ჩემ სურვილიც სამი რამდენია დაგროვია ორი სურვილი მაქვს ამასთან ეხა მე აქ მოაწერე ხელი ეხა რომ მიდი ისტორიულ დაფაზე ჩვენი ნიკორას ჩვენი აი რამე ღვინის თასი სადაც არის იქ მოაწერე აბა სადაა არ არის სადაც გინდა სადაც შენ გულს გაუხარდება სადაც გულს გაუხარდება სადაც შენი გული გინდა მაიცა კაცო აი ნიკორა სადაც წერია გამაიღენო და რა დამარცხდა მორიგ ჯერზე გამაიღენო და რა იშვიათად იგებს თავისივე მოგონებულ თამაშ გამაცნობანასა იმიტომ რომ შენ დაგიჯერე და შენ იმას მოიცა აი ესეთ ხელი უნდა მოვაწერო აბა მიდი ლ ეს ხო არის ლ კაი ჩვენ გავალ და ხვალ მოვალ მოჩქარა აი ეს არის დოხე ნიკორა შამაოლო ეს ხატარიც არის მე მგონი ზ ყველაზე გარკვევით წერს გიორგი ლაზვია აძმაო აი სადანა აი всё ჯიგარ მაგარი ხელი აუში ხელი ყველაზე გარკვევით გამაიღენოდო აი ბიჭი აბავშვი შენ ქუანა დაგიჭახებ მაშინ ხო შენ ხა თელავში თუ ჩავედით ამ გადაცემის მერე შენ იქნები იქ თელავში გამაიღენოდო შენ დაგარკვევენ მუცლის ხარას რა მნიშვნელობა მე მაგრამ კიდია შენერიულობ თორე გამაიღენოდა რა ასთან ერთად ჩამოვალ ერთხელ ჩამატკირა გავი დღეს მე ეგეთი იკლიშკა არ ყოფილა გამაიღენოდა არც კუანას არ ეძახიან არა ახალია ჯიგარი ხარ გიორგი ერთი სიმღერა გლიჯოთ ეხა და გაგიშვეცო წავიღინოთ გამოიცნო რა ჰავაბილების ქეხანა ჩოქით შემოვიარე მე პირველზე წავალ რომ დამხერდი მოვალო ჭირიმე რატომ დაიგრიანე რაპედავერო გიო ჩემი გული განამინდრისო ყვავილია კარგია მიდი ღვიდო და მოგიდანო შემოგიჟო რა იქნება ერთხელ კიდევ გამიგიბო რა უღმერთო გაბრაზე ბაკვარებია ემერია იგი კაია კაცო ყველაფერი ხუთია გიორგი ლაზვიაშვილი გემრიელობა მომღერალი უნჭერესი კაცი წარმატებები გისურვებო ჯანმრთელობა გისურვებო და მადლობა რომ ჩვენთან არ დაგავიწყდეთ ლაიქ YouTube-ის გვერდი გიორგი ლაზვიაშვილი მოდი მე დაგუჩდით თავისუფალ დღე ნახეთ რა გამაეკანე დაგუჩდით და გამაეკანეთ რამდენის დაეტევით იდეა მეორის დაეტე ყველა სიტყვა ქვეტექსტებით აქვს რა კაი პური ჭამოთ რა ბაზარი არ არის გიო მადლობა ჯიგრები ხალხო ძალიან გთხოვთ გამარჯობა კიდევ ერთხელ და ნახვამდის მაგრამ ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხია ეგრევე გთხოვთ იმიტომ რომ გვინდა გჭირდება რა თან 4 ჯერ ეხლა სანუკან 30000-ზე გვინდა მივიდეთ ბევრი არ დაგჭირა და 40000-ზე მამარდასხელთათვანებს სვათამაში არ უნდათ ეს მამარდასხელთათვანები კაცო თვითონ მამარდა უნდათ წარმატებები
ყველას დიდი მადლობა. გეილას. გელას. მადლობა ერთად ყოფნისთვის, მადლობა თქვენთან ყოფნისთვის. მიხარიხართ რა. ჩვენც ძმაო. ისე მიხარიხართ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა გადაცემაში და რამეთ ეს. და კახეთს მოკითხა, თელას მოკითხა და ჯიგრები ხარ და ძამუკ, მამონოს. ჩამოვალთ და დავადგეთ იქ. კახეთიდანაც ძალიან გულთბილი და ტკბილი მე მოკითხვა. ძალიან მიყავს კახეთ. მოკლედ, გამოიწერეთ. ვიაგრა დიმიტრა და გამაიღე ნოდა რა, ამ ნოტა გემშვიდობებით კარგად ძანდებოდეთ. გიორგის წარმატებები და გამოიწერეთ გიორგის სახელი და ჩვენიც რა თქმა უნდა. როდის ითიშება? აი მო. აი, მაიცა 3-2 გათშულია, მიდაიწყო.